ხელოვნური ინტელექტი გამახსენდა რა, უბრალოდ რომ რამდენად შეიძლება რომ რაღაც ეტაპზე მაგასაც სიცოცხლე დაარქვა თქო რა, უბრალოდ აი მითხავს რომ ბიოლოგიაში საერთოდ არ ექცევა. ხო, თუ გაგვექცა თვითონ. ხო. და გითხრა რა ეს რაღაცა ბაზრობი არ არის, გააკეთე ხო, მაშინ შეიძლება, მაგრამ მე რადგანაც არ ამგონია, არ ვიცი. შენ მაგის სკეპტიკურად უყურებ, რომ ინტელექტი სიცოცხლე ჩვენ გადამოუკიდებლად, ხო? ჩვენ რო მოვინდომოთ რომ შევაქმნებინოთ, თუ ჩვენ გადამოუკიდებლად. ჩვენ გადამოუკიდებლად სიცოცხლე რო აღვიქვათ, ანუ სიცოცხლე, ანუ ხო, აი მანდისო ძალიან თავის გასკდომაზე მიდიხარ, რომ ანუ რა არის სიცოცხლე რა, მაგრამ ნუ ტიპმა თუ ადგა და გაუჩნდა ცნობიერება რა. ხო, მაგრამ ხო სიცოცხლეა. იმან თუ თავისი მსგავსი არ შექმნა მაინც არ არის სიცოცხლე. აი ხო, აი წარმოვიდგინე, ეხლა მე მაგალითად, აი ხო და აი იქნება უკვე არასწორია. მაშინ უკვე მიდიოთ იქნება არასწორი, იმიტომ თუ ტიპი პირობითად გაიჩნდა და ლაპარაკობს, აზროვნებს და ჩემზე ჭკვიანიც არის. და მე აქვს ზივარ ეხლა რაღაც დნმ-ზე რაღაცა დამყარებული არსება და ეხლა ეს ცოცხალი არ არის, ვამბობ, მაგრამ ჩემ ცოცხალი როგორ არის, ანუ ჩემზე ჭკვიანია. ცნობიერება აქვს. ჩემზე ღონიერია, ყველაფერია რა, სადაც უნდა გაჩნდება, გაქრება, აგერ ამ მიკროფონს შემოვა, გავა ისე რომ ვერაფერს ვერ მივხვდები. მე აქვს ზივარ რაღაცა 60 წელიწადში საერთოდ უნდა გავქრე და ანუ რაღაცო დამეცეს უნდა მოვკვდე და ანუ რა ის სიცოცხლე არ არის? აი რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით ბიოლოგები. ეს არ არის და ნუ ახლა სხვა. მაშინ ესე გამოდის რომ ზოგადება ჭირდება. ხო, ეს რაღაც არის შეიძლება რაღაცა შეადარო. რატო არ არის სიცოცხლე? რადგან ჩვენი განმარტებით რა. ხო, რატო არ არის? გავსის შექმნა, თუ თავის გავსის შექმნა რაღაც მექანიზმით რომელიც მე ვთქვათ, ახლა მოდი ვიტყვი, ვთქვათ მე არ არ მოდგენა. ხო. მაგრამ ნუ კაი, თუ შექმნა ვაღიარებ. ნუ ალბათ შექმნის მაშინ. არა, მაშინ ალბათ, აი, შენ რასაც ამბობ, ალბათ, მაშინ ალბათ დავარქმევთ, კი, მაშინ თუ შექმნის. ეს ნახოთ მოკლედ, ნახოთ რა ვიცი, მაქსიმალურად იმედია ბევრს მოვესწრებით რა. ხო, არა, დიდი რაღაცა იწყება რა, რაღაცა რენესანსის მასშტაბის მე მგონი. ხო, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არის ესე ვთქვათ დიდი ინტერესი და მოლოდინი. ნახოთ იმედია, როგორც კოსმოსის შემთხვევაში მოხდა. აი, ცივი ომის პერიოდში ხო იყო, რომ ყველას ეგონა, რომ აი კოსმოსი როდესაც ახლა არტურ კლარკის და კუბრიკის ფილმი 2001 ქვია, ხო? ანუ 2001-ში სადღაც იუპიტერის სატურნზე მიდიან იქ და აგერ 2025 წელია და მხარეზე ვეღარ დაუბრუნდით არტემის ველოდებით და რავი, ტრამპმა მე მგონი გადადო ბოლოს ეგ მისიაც და იმედია ხელოვნური ინტელექტს ეგ არ მოგვივა აგერ ის და რა ვიცი 50 წლის მერე ისევ ChatGPT-ს რო ველაპარაკებით ჩატში არ მინდა. ინტელექტს ეგ უპირატესობა აქვს, რომ არ არის ჩაკეტილი, თქვა. თითქმის ყველას შეუულია თავის